ახლა მთავარი კითხვა გააგზავნიდნენ თუ არა თბილისიდან ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს სახელით 9 მაისს მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტრომ მარია ზახაროვას სახელით არ უარყო რომ და არც დაადასტურა რომ დელეგაცია საქართველოსდან მიწვეულია. მანამდე კი პირველებმა გაარკვია რომ ოთარ ფარცხალაძე ყოფილი გენერალური პროკურორი დაესწრება 9 მაისს მოსკოვში ღონისძიებას და იქნება პუტინის გვერდით ოჯახთან ერთად მამუკა ფიფიამ სოლიდარობა მშვიდობისთვის პარტიის წარმომადგენელმა პირველებს დაუდასტურა ის რომ ფარცხალაძე მიწვეულია და თანახმაც არის იმაზე რომ დაესწროს 9 მაისის ღონისძიებას მიწვეულია თავად მამუკა ფიფიაც და მისი პარტია და მოსკოვში წავლენ თუ არა ახლა ეს არის კითხვა. ოთარ ფარცხალაძე რომელიც პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელია კრემლში იქნება 9 მაისის ღონისძიებაზე და ბუნებრივია ესეც აჩენს ძალიან ბევრ კითხვას. მამუკა ფიფია არის ახლო მეგობარი ოთარ ფარცხალაძის, მისი გარემოცვის წევრი, ასევე ფაქტობრივად ფარცხალაძის პარტიას წარმოადგენს და სწორედ ის არის პირი, რომელმაც პირველებს უკვე დაუდასტურა ინფორმაცია ფარცხალაძის 9 მაისის ღონისძიებაზე დასწრების შესახებ. ბატონო მამუკა, თქვენი პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თუ არის დაპატიჟებული 9 მაისის ღონისძიებაზე მოსკოვში აღლუმზე? დიახ, დაპატიჟებულია მოსკოვში. ჩვენ უნდა ჩავატაროთ პარალელურად თბილისში ღონისძიება, ამიტომ არ ვიცით ახლა როგორ ვქნათ. ჩავიდეთ თბილისში ჩავატაროთ თუ მოსკოვში ვიყოთ 9 მაისს, აი ამას ვარკვევთ ახლა. ბატონო მამუკა, თქვენ უახლოესი მეგობარი ბრძანდებით ბატონი ოთარ ფარცხალაძის და გაქვთ თუ არა ინფორმაცია ბატონი ოთარ ფარცხალაძეც ხომ არ არის დაპატიჟებული ამ ღონისძიებაზე? ბატონი ოთარ ფარცხალაძე, რომანოვი ფარცხალაძე არის დაპატიჟებული. თავის ოჯახთან ერთად. კი. ანუ დაესწრება 9 მაისის ღონისძიებას წითელ მოედანზე. რა თქმა უნდა. პირველებმა გაარკვია რომ ოთარ ფარცხალაძე ყოფილი გენერალური პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი კრემლში იქნება 9 მაისის ღონისძიებაზე. ახლა ჩნდება კითხვა უკვე ოფიციალურად საქართველოსდან გაიგზავნება თუ არა დელეგაცია. ბოლო 2 დღეა ისმის კითხვები და ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ რომ მიხეილ ყაველაშვილი ოცნების მიერ დანიშნული პრეზიდენტი არის მიწვეული მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე. დღეს უკვე სობასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ არ უარყო, არც დაადასტურა ეს ინფორმაცია. ზახაროვა სობას ეუბნება, რომ თავად ყაველაშვილის პასუხს უნდა დაველოდოთ იმის შესახებ, ჩავა თუ არა მოსკოვში. ყაველაშვილის გარდა ბუნებრივია ისმის კითხვა, საერთოდ წარმომადგენელს ოფიციალურად გააგზავნის თუ არა საქართველოს მოსკოვში იმ ფონზე, როდესაც 2005 წლიდან მას შემდეგ რაც სააკაშვილმა ბოიკოტი გამოაცხადა, ანუ 20 წელია, რაც საქართველოს ოფიციალურ დონეზე არ მიუღია მონაწილეობა 9 მაისის ღონისძიებაში. სოვას კითხვაზე პასუხისას მარია ზახაროვამ შემოგთავაზა მიგვემართა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, მაგრამ აქვე განგვიმარტა, რომ ამ თემაზე ჯერ კომენტარი არ კეთდება. მან პრაქტიკულად შემოგთავაზა დავლოდებოდით ყაველაშვილის პოზიციის დაფიქსირებას. თავდაპირველად მიიღება გადაწყვეტილება, შემდეგ ხდება მუტოვის გაგზავნა და შემდეგ უკვე მიმღები ავრცელებს ინფორმაციას, გითხრა ზახაროვამ. უკვე გავრცელებულია ნაწილობრივ სია თუ ვინ იქნება ვლადიმერ პუტინის გვერდით 9 მაისს. ცნობილია რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბელორუსის, სერბეთის პრეზიდენტები, ასევე ადგილზე იქნება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩავლენ ბრაზილიის, ინდონეზიის, პალესტინის ლიდერები და სახელმწიფოების გვერდით, რომლებიც ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვიან, საინტერესოა დადგება თუ არა ოფიციალურად უკვე საქართველოს დელეგაცია და მისი წარმომადგენელი. ამ დრომდე არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არც ქართული ოცნების ჩინოვნიკებს არ უცდიათ ინფორმაციის უარყოფა, რომ საქართველოს მიწვეულია ოფიციალურად 9 მაისს მოსკოვში.